კან გეორგით, აკართულია. იერუსალიმის დროით დღის 12 საათია ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი კან რეშეთ ბეთი რადიო რეკაზე წარმოგიდგენთ საინფორმაციო ანალიტიკურ გადაცემას ქართულ ენაზე. ყოველ ხუთშაბათს და განმეორებით შაბათს 12-დან 1 საათამდე კან რეკაზე გიყვებით დღის და კვირის მთავარ ამბებს ისრაელიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, ფაქტებით და საინტერესო ანალიზით კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად. გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ FM სივრცეზე, FM 100-ზე და 3-ზე, FM 101-სა და 3-ზე, ასევე გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ გვერდზე, ჩვენს აუდიტორიას ისრაელში მცხოვრებ აუდიტორიას, ასევე გადაცემის მოსმენა საკაბელო ტელევიზიების ქსელის მეშვეობით შეუძლია 400-312 არხზე, ESC 742 არხზე. ხოლო მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართულენოვან აუდიტორიას უკვე დღეიდან შეუძლია ჩვენი ლაივის თვალყურის დევნება გადაცემის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე კან გეორგით აქ ქართულია. კან გეორგით ეს ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელია, მე მიხეილ ხეცოიძე ვარ, შალომი იერუშალაიმ. რა ხდება რეალურად ისრაელი-ლიბანის ფრონტზე, შემცირებული სროლა, სტაბილიზაცია თუ დროებითი პაუზა. ომის სახელწოდებით ლომის ღრიალი ეპიკური რისხვა ირანის წინააღმდეგ გრძელდება, თუმცა მოლაპარაკებების მაგიდაზე ამჯერად. რატომ დაემატა ორკვირიან პაუზას კიდევ რამდენიმე დღე? რას ელოდება მსოფლიო და რას ამზადებენ ომის მონაწილე ქვეყნები? რას ნიშნავს დღეს ისრაელის დამოუკიდებლობის 78 წელი ომისა და მუდმივი საფრთხის პირობებში და როგორ ცხოვრობს საზოგადოება, რა განწყობა ისრაელში, რა პრობლემები აქვს მოქალაქეებს და როგორ აღნიშნეს ისრაელელებმა დამოუკიდებლობის დღე. დღეს ჩვენთან ერთად გადაცემაში იქნებიან სტუმრები, სამხედრო ანალიტიკოსი ეფრაიმ მიხაელი, რეგიონალური ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე და სამოქალაქო პოზიციით მარკეტოლოგი ირინკა ფიჩხაძე. დაგველოდეთ წინ საინტერესო გადაცემა გელოდება თუ ახლოს 1 საათის განმავლობაში გიყვებით დღის და კვირის მთავარ ამბებს. მარადიული წვდიადი სპეცოპერაცია ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელმა მოლაპარაკებების რეჟიმზე გადაიყვანა. ბოლო 1 კვირის განმავლობაში სურათი მკვეთრად შეიცვალა, სარაკეტო შეტევები პრაქტიკულად შემცირდა მინიმუმამდე, მაგრამ ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა, ეს არის კონტროლირებადი პაუზა. ისრაელი არ აცხადებს ოპერაციის დასრულებას, ჰეზბოლა ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს. ისრაელისთვის მთავარი მოთხოვნა არის, რომ იმ შემთხვევაში შეწყდება ცეცხლი და იმ შემთხვევაში შესაძლებელია მოლაპარაკება ლიბანთან თუ ჰეზბოლა განიარაღდება. შეგახსენებთ, რომ ჰამას მათ ცოტა ხნის წინ განიარაღებაზე უარი განაცხადება და მოლაპარაკებების მაგიდა მეორეჯერ ააყირავა. ახლა ნეთანიაჰუს ომის კაბინეტი ოფიციალურ ბეირუთთან ვაშინგტონის შუამავლობით მოლაპარაკებების ფაზაშია. ახლა მხარეები უბრალოდ ამცირებენ სამხედრო ინტენსივობას, მაგრამ ინარჩუნებენ სრულ სამხედრო მზადყოფნას. ეს ნიშნავს ერთს, სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაბრუნდეს ესკალაციაში. რაც შეეხება ირანსა და მიმდინარე ომის ფაზას, ოპერაცია ლომის ღრიალი ეპიკური რისხვა ფორმალურად პაუზაშია. ეს ორკვირიანი პაუზა, რომელიც დონალდ ტრამპმა კიდევ რამდენიმე დღით განხანგრძლევა, არ ნიშნავს ომის დასასრულს. ვაშინგტონი და იერუსალიმი ითხოვენ, რომ ირანმა დათმოს ბირთვული ამბიციები, მხარეები ირანის რეჟიმის ჩამოსვლაზე კვლავ აქტიურად საუბრობენ. ვაშინგტონი აგრძელებს ეწოლას ირანზე, ისრაელი არ ცვლის პოზიციას, რომ ირანში ბირთვული საფრთხე სანამ არ მოიხსნება, სანამ რეჟიმი არ დასრულდება და სანამ სარაკეტო საფრთხე და რეგიონალური პროქსი ძალები ისრაელის წინააღმდეგ კვლავ ერთიანდებიან, მანამდე ცეცხლის შეწყვეტაზე და ომის დასრულებაზე ლაპარაკი ნაადრევია. თეირანი კი ღიად აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს უნდობლობის პირობებში აგრძელებს, ის არ ენდობა ამერიკას, არ ენდობა ისრაელს, მაგრამ მაინც მოლაპარაკებებს აგრძელებს, ანუ რეალურად მიმდინარეობს მოლაპარაკები, მაგრამ პარალელურად ყველა მხარე ემზადება შემდეგი ეტაპისთვის. და სწორედ ამ ფონზე ცოტა ხნის წინ ისრაელში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ეს არ იყო მხოლოდ ისტორიული დღე, ეს იყო დღე, როდესაც ისრაელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის დღე, დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის, რისთვისაც ისრაელი დღესაც იბრძვის. და ასეთ დროს მთავარი კითხვა არის, როგორ ცხოვრობს ისრაელელი საზოგადოება ახლა ისრაელში. დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა, მაგრამ უფრო მშვიდად წინა წლებისგან განსხვავებით, საზოგადოებაში იგრძნობა ერთგვარი დაღლილობა, არის ეკონომიკური ზეწოლაც, არის გაურკვევლობაც, მაგრამ პარალელურად ისრაელელები ცდილობენ ადაპტაციას ახალ რეალობაში, სადაც ომი დროებით შეჩერებულია, არავინ იცის როდის გაგრძელდება, მაგრამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღეს მაინც ეიმობენ. ახლო აღმოსავლეთში ახლა არ არის მშვიდობა, უბრალოდ მოქმედებს დროებითი ცეცხლის შეწყვეტა. ომი არ დასრულებულა, ის უბრალოდ გადაიდო. და სწორედ ასეთ რეალობაში ისრაელი ამტკიცებს მთავარს, დამოუკიდებლობის დღე, დამოუკიდებლობა არ არის სიტყვა. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა არსებობისთვის.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში დღეს აშკარად იკვეთება ერთი მთავარი ხაზი. ისრაელი და შეერთებული შტატები მოქმედებენ კოორდინირებულად, სადაც დიპლომატიური პროცესი და სამხედრო მზადყოფნა პარალელურად მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ასევე გრძელდება, მაგრამ არც ერთი მხარე არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას. ეს სურათი განსაკუთრებულად მკაფიოდ გამოჩნდა ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განცხადებებში. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში ისაუბრა ქვეყნის სტრატეგიულ კურსზე და მიმდინარე ბრძოლებზე. ישראל חזקה מאי פעם, ויחד עם ארצות הברית. შეერთებულ შტატებთან ისრაელი ჩვენს მოკავშირე შტატებთან ერთად ძლიერია, ჩვენ მოქმედებთ ერთდროულად როგორც დიპლომატიურ, ისე სამხედრო მიმართულებით. ეს არის ჩვენი დიდი მისია, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, როგორც აღდგენის თაობა, ჩვენ ვდგებით ჩვენი მტრების წინააღმდეგ. ირანის ცეცხლოვანი რგოლი, რომელიც ჩვენი განადგურებისთვის იყო დაგეგმილი, ახლა თავად იბრძვის საკუთარი არსებობისთვის. ნეთანიაჰუმ ამ განცხადებით პირდაპირ ხაზი გაუსვა ერთ რამეს, ისრაელი არ არჩევს დიპლომატიასა და ძალას შორის, ორივე ერთდროულად არის მოქმედების მთავარი ნაწილი. პარალელურად პრემიერმა ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ არსებობენ სკეპტიკოსები, რომელიც დონალდ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის დროებით ზავს კრიტიკულად აფასებენ, თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარალელურად გაავლო, რომ დონალდ ტრამპის ძალისხმევით, პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლით სწორედ ჰამასმა 7 ოქტომბრის შემდეგ დატყვევებული ყველა მძევალი გაათავისუფლა. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლა პირდაპირ უკავშირდება შედეგებს ადგილზე, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ზეწოლა უფრო მოქმედებს. ამ კონტექსტში ნეთანიაჰუმ ღაზას კონფლიქტი გაიხსენა. בזכות הלחץ הצבאי שהפעלנו על החמאס בעזה והלחץ המדיני ღაზაში ჰამასზე განხორციელებულმა სამხედრო ზეწოლამ და პოლიტიკურმა ზეწოლამ ჩვენი მეგობრის პრეზიდენტ ტრამპის მიერ განხორციელებულმა ძალამ შესაძლებელი გახადა, რომ ყველა მძევალი დაბრუნდა ისრაელში, ყველას ვინც ოქტომბრის ტრაგედიაში იყო ჩართული, ოქტომბრის ბრძოლაში ისრაელის წინააღმდეგ იბრძოდა, ყველა იქნება განადგურებული. მთავარი გზავნილი ისრაელის არის არ გააჩერებს ამ პროცესს მიღწეული შედეგების შემდეგაც გაგრძელდება, სანამ ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხე არსებობს. ეს განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში, ასევე გავრცელდა მრავალი მნიშვნელოვანი გზავნილი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ ნეთანიაჰუმ უპასუხა იმ კრიტიკოსებს, რომლებიც ისრაელში მრავლად არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისრაელი არ უნდა დათანხმებულიყო მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. აქვე ვაშინგტონიდან მოდის საკმაოდ მკაფიო სიგნალი. მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ დრო შეზღუდულია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოლაპარაკებების პერსპექტივაზე საუბრისას მკვეთრი განცხადება გააკეთა. საბოლოოდ ძალიან კარგ შეთანხმებამდე მივალთ. ვფიქრობ, რომ არჩევანი ირანს არ აქვს, მას ძალიან ცოტა დრო აქვს. უახლოეს დღეებში ხელმოწერილი იქნება სავარაუდოდ შეთანხმება. თუ შეთანხმება იქნება ხელმოწერილი, ჩვენ დაუბრუნდებით იმ შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა პირობას, მაგრამ ვფიქრობ, რომ არის კიდევ შანსი, რომ იყოს კიდევ ერთი დაბომბვა, რადგან ასეთ პოზიციაში შესვლა ახლა ჩვენთვის უკეთესია, ჩვენ ვართ მზად სამხედრო ძალა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ. ეს იყო დონალდ ტრამპის განცხადება. ლიდერების განცხადებების მთავარი ხაზი კვლავ მოლაპარაკებებზე გადის, თუმცა ისრაელი და ამერიკა ორივე საუბრობს, რომ თუ ირანი არ დათანხმდება მოთხოვნებს, ომი განახლდება. თავარი კითხვა ისევ ღიად რჩება. მივალთ შეთანხმებამდე, თუ პროცესები გადავა ახალ ესკალაციაში. ახლა გადავიდეთ უშუალოდ სამხედრო რეალობაზე. ისრაელი ლიბანის მიმართულებით ბოლო დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მეტწილად შედგა. ყოველ შემთხვევაში აღარ არის მასიური სარაკეტო თავდასხმები. მასიური სარაკეტო სროლების შემცირდა, მაგრამ ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა. ოფიციალური შეთანხმება არ არსებობს, ძალები რჩებიან სრულ მზადყოფნაში და ორივე მხარე ინარჩუნებს ოპერაციულ შესაძლებლობებს. ახლა ამ თემაზე ჩვენთან პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება სამხედრო მიმომხილველი ანალიტიკოსი ეფრემ მიხაელი, რომელთანაც განვიხილავთ დღის და კვირის მთავარ ამბებს. მოგესალმებით იერუსალიმიდან დღემშვიდობისა ბატონო ეფრაიმ. გამარჯობათ თქვენ და თქვენ რადიოსმენელებს სოფლიოში და ისრაელში.
დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან მინდა დავიწყო საუბარი სანამ უშუალოდ ისრაელ-ლიბანის კონფლიქტს შევეხებით და სახელწოდებით სპეცოპერაცია მარადიული წყუდიადი ასე მონათლეს და ამ თემაზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი შეფასებები. მანამდე მინდა გკითხოთ, ცოტა ხნის წინ ისრაელში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს ისრაელი ახლაც 78 წელია დამოუკიდებლობის, თუმცა ამის პარალელურად ქვეყანაში სამ ფრონტზე ომი მიმდინარეობს. ისრაელმა ახლა რა აღნიშნა? დამოუკიდებლობა თუ განცხადებებით მაგალითად მივხვდით რომ ნეთანიაჰუს განცხადებაც ასეთი იყო რომ ეს არ არის მოპოვებული დამოუკიდებლობა, ისრაელი დღემდე აგრძელებს ბრძოლას ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. იახ, მინდა რომ გავახსენო ყველას რომ 1958 წელს ჩამოყალიბდა ისრაელის სახელმწიფო გაერთიანებული ერების სხდომაზე, მაგრამ მაშინ ისრაელში ცხოვრობდნენ 600,000 ებრაელი და იმ დღესვე ყველა არაბული ქვეყნები თავს დაესხნენ ისრაელს. ესე იგი იმ დღიდან, რომელიც დღესაც დაიბადა ისრაელის სახელმწიფო 14 მაისს 1948 წელს, იმ დღიდან ისრაელი ომშია. ოღონ უნდა განვასხვაოთ ის ომი და დღევანდელი ომი. ისრაელში ცხოვრობს 10 მილიონი ადამიანი და ისრაელის არის უძლიერესი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში და შეიძლება მთელ მსოფლიოში. ისრაელის ჯარი ეომება მტერს, მუსლიმან მტერს, დაუძინებელ მტერს, ყამალექს, როგორც ბიბლიაში წერია, 2000 კილომეტრიდან დაშორებით, 2500 კილომეტრით დაშორებით. ეს არის სენსაციური წინსვლა და გამარჯვება ისრაელის ამ 78 წლის განმავლობაში. და როგორც ნათანიაჰუმ თქვა, მე ვეთანხმები ერთ რამეს. მაშინ, როდესაც დაუწვეს და ფერფლად გვაქციეს მეორე მსოფლიო ომში ნაცებმა, ისევე უნდა ირანს გაეკეთებინა ჩვენთვის, რომელსაც არაფერს არ უშავებთ. დედამიწა არა გვაქვს იმასთან საერთო, აერი არა გვაქვს მაგათთან საერთო. 2000 კილომეტრი არიან ჩვენთან დაშორებული, მაგრამ მაინც უნდა ებრაელების ქვეყანა რომ გაანადგურონ. ის რასაც ირანი გეგმავდა და ნეთანიაჰუს განცხადებაშიც ეს იყო რომ ირანის ცეცხლოვანი რგოლი, რომელიც ისრაელის განადგურებისთვის იყო მომართული, ახლა ირანს თვითონ შიგნიდან ანადგურებს. ახლა ისრაელი ეძებს ყველა იმ აიატულებს, ყველა იმ ტერორისტებს და ჩვენ ვეძებთ და ვანადგურებთ და ვკლავთ. ჰამას გაზაში, ჰიზბალას ლებანონში, ხუთებს იემენში და ირანელებს ირანში. თუმცა თავარი ბოროტების ღერძი, ასე ტერორისტების ღერძი, ასე თეირანიდან მომდინარეობს, იმიტომ რომ თეირანიდან იმართებიან ყველა ეს პროქსი ძალებიც, ჰამასიც, ჰეზბოლაც და ჰუსიტებიც. ძალიან, კი, გეცახვევით, მაგრამ არ არსებობს მსოფლიოში ისტორიაში, აი მინდა გადახედოს ყველა ისტორიას, რომ სახელმწიფო, პაზარა სახელმწიფო ეომება 2000 კილომეტრის, 3000 კილომეტრის რადიუსში 7 ქვეყანას და ყველას უკრავდება და ყველას უგებს. ეს არის სენსაცია დღევანდელი ჩამოყალიბებული მსოფლიოს. დიახ, ახლა მინდა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გადავიდეთ. ისრაელი ებრძვის მის დაუძინებელ მტრებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში მუდმივად გვესმოდა ირანიდან, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს და ისრაელისთვის ეს ეგზისტენციალური საფრთხე იყო და ახლა როდესაც ისრაელზე საუბრობენ, რომ ისრაელი დაესხა თავს ირანს, ისრაელი კი არ დაესხა თავს, ისრაელმა უბრალოდ პრევენციული ზომით მიიღო ზომები, რომ ის მომდინარე საფრთხე, რომელიც ისრაელს ემუქრებოდა, მათ უბრალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპასუხეს. ახლა ამ მიმართულებით, ირანის მიმართულებით დროებითი ზავია, თუმცა ყველაზე მთავარი თემა, თქვენთან საუბარი მინდა დავიწყოთ, გამოცდილი სამხედრო ექსპერტი ხართ, ბევრი დეტალი უფრო მეტად იცით და ამიტომ მინდა რომ ჩვენს ქართულენოვან აუდიტორიას განუმარტოთ, ახლა რა ვითარებაა ლიბანის ფრონტზე. ისრაელმა ერთი კვირის წინ, უпростоრად 2 კვირის წინ, მაშინ როდესაც დონალდ ტრამპმა გამოაცხადა 2 კვირიანი ზავი, დაიწყეს სპეცოპერაცია მარადიული წყდიადი ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში. მაგრამ ახლა ცოტა ხნის წინ ლიბანი და ისრაელი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ ვაშინგტონში და ახლა თანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში მონაწილეობას თუ ჰეზბოლა არ განიარაღდება. ახლა რასთან გვაქვს საქმე? ირანში ვიცით, რომ დროებითი ზავი მოქმედებს. რა ხდება ახლა ისრაელ-ლიბანის ფრონტზე? ჰიზბალა არის პროქსი და მოსავლეები ირანის აფინანსებს ირანი იარაღს აძლევს და ცვლის ირანი
ხიზბალას ტერორისტებს, რომლებიც არიან ჩასახლებული როგორც კიბო ადამიანის ტანში, ასე ლიბანში და არაძლევენ ლიბანის სახელმწიფოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ სულ მუდამ ომში რომ იყვნენ, ჩაიხვიონ ომში ისრაელის წინააღმდეგ. ეხლა ხიზბალას აქვს ორი დევიზი. ისრაელი შეაწუხოს ახლო საზღვარზე, ახსნი ამას შემდეგ და შორდამიზნებით რაკეტებით. ახლო საზღვარი რას ნიშნავს? ხიზბალას აქვს რაკეტები რუსული წარმოშობის, რომლებიც არიან პირდაპირ დამიზნებით. არის ორნაირი იარაღი რაკეტების. ერთი არის პირდაპირ დამიზნებით ტანკებს უმიზნებენ და BTR-ებს და ნაგმაშებს. ის ელიფტიკურ მარშრუტს არაკეთებს, ის პირდაპირ დამიზნებით არის როგორც ხვიას რომესროლიან რეორმელიდან და იმის გაჩერება თითქმის არ შეიძლება. ამიტომ რომ ასეთი საფრთხე მოაშორონ ჩვენ მოსახლეებს, რომლებიც ცხოვრობენ ნარიაში, როშანიკრაში, შთულა, ზარით, აი ზუსტად აი ამ თქვენ საუბარს გავაგრძელებ, უბრალოდ შეგეკითხებით იმ თემაზე საუბრობთ ახლა ზუსტად ვიცი. ისრაელმა ეს სპეცოპერაცია დაიწყო, რომ აი ამ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქებში, კირიათ-შმონეში, მეტულაში, აკოში, ხაიფაში მუდმივად ისმოდა ბოლო 40 დღის განმავლობაში სარაკეტო თავდასხმების განგაშის სიგნალი და ასე შემდეგ და სწორედ ამიტომ დაიწყო ისრაელმა სპეცოპერაცია ლიბანში, შექმნეს ბუფერული ზონები, ისრაელის სამხედროები მივიდნენ მდინარე ლიტალამდე, მაგრამ მოულოდნელად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისრაელი ლიბანის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდნენ, მაშინ თუ ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა შეთანხმდნენ, ჰეზბოლა ჯერ კიდევ არ არის განიარაღებული, ჰეზბოლა ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის, მაშინ რატომ დათანხმდა ისრაელი? თქვენი აზრით რომ რა გადაწყვეტილება იყო ეს ისრაელის მხრიდან? პირველი უნდათ რომ პირდაპირ დამიზნების რაკეტები, რომლებიც აქვთ რუსული რაკეტები ხიზბალას, იქიდან რომ გააძავონ ხიზბალას ძალები და ეს ბუნებრივი მდინარე ლიტანი არის 8 კილომეტრი დაშორებული ისრაელის საზღვრიდან და უნდა რომ ამ ტერიტორიაზე შიიტები აღარ იყვნენ. დატოვეს მარტო ისრაელმა გაწმინდა ყველა ეს სამხრეთ ლიბანის სოფლები, ყველაფერს უნდა ააფეთქოს და დატოვეს მარტო ქრისტიანების რჯულის სოფლებს, რომელიც არ გვედავებიან ჩვენ და ჩვენთან ბრძოლა არ აქვს. ანდა დრუზებს და ამ შიიტებს ყველას გადევნის. ეს მეორენაირი საფრთხე არის რაკეტები, რომელსაც არ აქვს პრობლემა 9 და 10 კილომეტრი პირიქით, 50 და 100 კილომეტრით შემიძლია შორიდან ესროლოს, ამის მოცილება არ შეიძლება საზღვრის გაწევით, ამის მოცილება შეიძლება ბრძოლით ან განიარაღებით, ან და ხიზბალას თავისი რეადების დახოცით. რატომ არის მოლაპარაკება სამშვიდობო? გეტყვით იმასთვის, რომ ეს არის დიპლომატიური აფხოდი, აბა დიპლომატიური ჩასაფრება მსოფლიო გარდამული ერების წინაშე და ერების წინაშე, რომ ის ლიბანის სახელმწიფო იძახის, რომ მე მინდა ისრაელთან მშვიდობის დამყარება და თუ დაამყარებენ მშვიდობას და შეთანხმდებიან, მაშინ გამოვა რომ ეს ძალა, რომელიც არის კიბოსავით ჩასახლებული ლიბანში, იმას მიუთითებს მთელი მსოფლიო, რომ შენ არა გაქვს უფლება რომ ისრაელს ებრძოლო და ამდა ესროლო. თუმცა აქვე თქვენი სკეპტიკოსებმა შეიძლება კითხონ და შეიძლება დასვან კითხვა, რომ ეს მოწოდებები სულ კეთდებოდა, რომ ჰეზბოლა უნდა განიარაღდეს, მაგრამ ჰეზბოლა უარს ამბობს განიარაღებას და ჰეზბოლას პირდაპირ დამფინანსებელი ირანული რეჟიმი ჯერ კიდევ არ არის ჩამოშლილი და განადგურებული. ანუ მხოლოდ ლიბანს ოფიციალურ ბეირუთს შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება? თუ უშუალოდ ჰეზბოლას განიარაღება პირდაპირ არის დაკავშირებული ირანული რეჟიმის განადგურებას? არც მაგე და არც მაგე. დაამთავრებინეთ. ხიზბალა შეიძლება განიარაღება თელას ბოლომდე არ შეიძლება, იმიტომ რომ არიან დაჯგუფები, რომელსაც იარაღიებს და ვაშკაცებას ძრობენ თავს და ტერიყავს. მაგენი არიან შიიტები. მაგენი იდეოლოგიურად ამჯობინებენ, რომ მოკვდნენ ვიდრე შეცვალონ თავისი პოზიცია. მაგათ არის დაბადებიდან ჩაგონილი დედეს რო ებადება, ცდიან მაგათ ასე რომ შენ ხარ დაბადებული იმისთვის, რომ ისრაელი გაანადგურო.
ისრაელი მოკლა, ებრაელი მოკლა. და ამის განადგურება ამ იდეოლოგიით ცელაც არ შეიძლება. ამიტომ მოდის ამერიკა ისრაელთან ერთად, საფრანგეთთან ერთად, ლებანთან ერთად და ჯდებიან მაგიდასთან და ლაპარაკობენ რომ მოდი ავყაროთ მშვიდობა. როდესაც სახელმწიფოსთან იქნება მშვიდობა, მაშინ იქნება სხვა სურათი. მაშინ იქნება სახელმწიფოში არის ლიბანში რაღაცა ტერორისტული ჯგუფი და ეს ტერორისტული ჯგუფი არღვევს სახელმწიფო კანონს და სახელმწიფო სურვილის წინააღმდეგ ებრძოლება რომელიღაცა ქვეყანას უსწროლის. აი ეს სიტუაცია იქნება, გაიგე? მაშინ მეტი ძალა გვექნება რომ ხიზბალა განავიარაღოთ. აი ეს გასაგებია, თუმცა ჯერ კიდევ 2 წლის წინ მიდიოდა საუბარი, რომ ჰამასიც უნდა განიარაღებულიყო, თუმცა ცოტა ხნის წინ ჰამასმაც განიარაღებაზე უარი განაცხადა, თუმცა ჰამასი იმდენად ასუსტებულია ხეზბოლასთან ახლა ვერ შევადარებთ. უბრალოდ ერთი კითხვა აქვე უნდა დავსვა, რომ ისრაელმა რო გითხრა რომ ჰამასი და ხიზბალა ჩვენ შეყვარებულები არიან, რომ უთხრათ იმას, მოდი განიარაღდით თუ შეიძლება რა საყვარლებო. ეს არის დაუძინებელი მტრები, რომლებსაც არ აქვს სურვილი რომ განიარაღდნენ. მე უბრალოდ შეგახსენებთ რომ არა ისინი აცხადებდნენ უბრალოდ მაშინ ჯერ კიდევ დონალდ ტრამპმა შესთავაზა მე ვლაპარაკობ ან დონალდ ტრამპს ლაპარაკობ ეს არის სურვილი მაგრამ ამ სურვილის გაკეთება არის ძალიან ძნელი აი აერგი არ არის გასაგებია უბრალოდ კითხვას ვსვავ რომ თუ ჰამასთან ეს ვერ მოხერხდა და ჰამასი დღემდე აცხადებს განიარაღებას უარს ლიბანთან მოლაპარაკებების ფონზე უნდა განიარაღების წახობა აბა თუ შეიძლება მე დაგისვამ შეკითხვას ხანასმა რომ იარაღი დადვას მაშინ ხამასი აღარ იქნება და არის ვინმე რომ უნდა რომელიმე ორგანიზაციასთან და რომელიმე დაჯგუფებას ოცნებად მოკვდნენ არ უნდათ ეს არის ცხოვრების მათი ცხოვრების სტილი თქვენი როგორც ამბობ ხო შენ მეუბნები რომ მოკვდი შენ და მე ვიქნები არ მინდა მე სიკვდილი და მე არ გეუბნებით უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ ეს მათი შეთანხმება იყო გენერალურ შეთანხმდნენ ეს არის ყველაფერი დიპლომატია და ყველაფერი მეთოდები იმისი რომ მიზანს მიაღწიონ მაგრამ ამ შეთანხმებით გაკეთდა უზარმაზარ დიდი რამე დღეს 78 წლის დაბადების დღეზე ისრაელს არც ერთი ტყვე და არც ერთი ებრაელი საზღვარგარეთ მოპარული არ აყავს ეს არის სენსაციური ძალიან მნიშვნელოვანი და სხვა შორის ამ ის რომ ისრაელის არც ერთი მოქალაქე ახლა ტყვედ არ არის არც ერთ ქვეყანაში სხვა შორის ამას ვერ დაუკარგავთ დონალდ ტრამპის დამსახურებაც არის და ნეთანიაჰუმაც ხაზი გაუსვა რომ ამაში დონალდ ტრამპი დაეხმარა სხვა შორის პოლიტიკური ზეწოლის ეს არის მეთოდიკა მიმართება ჯარისკაცებისთვის მებრძოლებისთვის მე ორი შვილი ყავს მებრძოლი ვარ ყოფილი ჩემი შვილები ვიცე-პოლკოვნიკები არიან ჯარში რომ ყველამ უნდა იცოდეს ჯერ ღმერთი და მერე ისრაელის ჯარი არასოდეს ისრაელის სახელმწიფო არ დატოვებს თავის ჯარისკაცს ან თავის მოქალაქეს ტერის ხელში. გასაგებია. ახლა კიდევ ერთი კითხვა მაქვს. მაგალითად, ახლაც მიდის საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ლიბანი ისრაელს შორის მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ არ განიხილება ლიბანში ბუფერული ზონის არ შექმნის საკითხი, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ლიბანი და ისრაელი შეთანხმდნენ, მაგრამ ლიბანის ტერიტორიაზე მდინარე ლიტანის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში თქვენც ასე ფიქრობთ, რომ უნდა დარჩნენ ისრაელის სამხედრო დანაყოფები და შექმნან ბუფერული ზონა? კიდევ ერთხელ დავნიშნავ, რომ ხიზბალას აქვს ხელში პირდაპირ დამისდების რაკეტები კოერენტულად, რომელიც უმისდებენ 8-9 კილომეტრის დაშორებით ლეიზერის სხივით რაკეტას შაგერუშკახ ეს არის დააჭირე ხელი და დაივიწყე. ის თავის მიზანზე მივა. წარმოიდგინეთ თქვენ ახლა ვიღაცა შტულაში თავის ეზოში არის ვიღაცა გორაკიდან უყურებს ვიღაცა ხიზბალნიკი დაუმიზებს რაკეტას და ესროლის თავში. იმას უნდა იქცხოვრება. რა თქმა უნდა, არა და სწორედ ამიტომ სავარაუდოდ უნდა იყოს ბუფერული ზონა, რაც აიყო. მომაწილე ეს საფრთხე. სახელმწიფო შეუძლია ორნაირად მოაქცილოს სახელმწიფო ერთი ბუფერული ზონა გააკეთოს, მეორე ის დიდი რაკეტების სისტემა რომელიც აქვს ცოტა უფრო დაშორების დასამიზნებელი რომელიც სინუსოურად გამოდიან მაღლა ჯერ ჰიპერძონაში და ვერ ჩამოდიან დაბლა აი მის გაჩერება შეიძლება მორთქვა შეიძლება და იმას ვებრძოლით ცალკე აქ არის ორი პრობლემა და როდესაც უფერული ზონა გაკეთდება იქ თელას
თელათ цаრიელი ბუფერული ზონა არის. ანუ მე ჩემი კითხვაც ეგ იყო, რომ ახლა ისრაელს ძირითადად ისრაელის კრიტიკოსები ვინც არიან მსოფლიოში ამბობენ, რომ ისრაელმა არ უნდა მოახდინოს ლიბანის ოკუპაცია, რაშიც არ ვეთანხმები, ეს არ არის ლიბანის ოკუპაცია, ეს არის ბუფერული ზონის შექმნა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ამბობს, როცა ოკუპაცია ქონდა ხიზბალას, მაშინ სამხრეთ ლიბანში ეს კარგი იყო? ლიბანონი იყო ოკუპირებული ხიზბალის ჯარით. ჩვენ უბრალოდ ახლა საუბრობთ, რომ ისრაელი არ აკეთებს ოკუპაციას, ეს არის ბუფერული ზონის შექმნა, სანამ ისრაელი არის აკეთებს, განაცხადა ისრაელმა, რომ არ მივცემ მტრულ ძალებს ქვევით ჩამოსვლის უფლებას. დრუზებს, ქრისტიანებს კი ჩავეხუტებით, მოემხმარებით, ყველაფერს გაუკეთებთ. ოღონდ შიიტებს, რომლებიც არიან შეარაღებული და უნდათ ისრაელის მოსახლეობა რომ დაყოწონ, იმათ არ მივცემთ უფლებას თუ ლიბანონის თავრობას არ შეუძლია ისრაელის საზღვარის დაცვა, მაშინ ისრაელი დაიცვალ თავის საზღვარს. რა უნდა ამაზე ვილაპარაკოთ? გასაგებია, თქვენ ძალიან გამოცდილი სამხედრო მიმომხილველი ანალიტიკოსი ხართ და ბოლო კითხვა მექნება თქვენთან ასეთი. ისრაელმა დაიწყო ხმაურიანი და საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმბოლური სახელწოდება აქვს მარადიული წყუდიადი ომი, სპეცოპერაცია ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ. ნებისმიერი ომი ადრე თუ გვიან მთავრდება. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს ომი მარადიული წყუდიადი? ან როდის შეიძლება დასრულდეს? თუ დასრულდება, როგორი შედეგით უნდა დასრულდეს ისრაელისთვის? აი ამ ოპერაციას, სპეცოპერაციას, მარადიულ წყუდიადს როგორ უყურებთ? უახლოეს მომავალში დასრულდება თუ რაღაცა ისევ ჰამასისნაირად რაღაცა წლობით გაგრძელდება? ჰიზბალა არის მიკრობული ორგანიზაცია, რომლის გველის ჭია და თავი მიდის ირანში. ირანი არის ის ჯგუფი საიატულების თუ მუსლიმანი ძალიან უკიდურესი წარმოდგენის ხალხი, რომელმაც ჩაიგდნენ 1979 წელს ირანის სახელმწიფო და ამუშავებენ იმათ თავისი ინტერესებისთვის. მაგინი არიან როგორც კრიმინალური დაჯგუფება, ორ რელიგიას უძახიან თავისთავს და გააკეთეს ისეთი რამეები, რომ ხალხის მოსახმარებლად არ აკეთებენ ბევრს, უნდათ რომ აი 2000 კილომეტრის დაშორებით ვიღაც ქვეყანა გაანადგურონ. და ამაში დებენ ყველა ბიუჯეტს და ამხელა თანხებს და ყველამ დაინახა რა გააკეთა ამ ომში. ეხლა თავარი ხაზი გამოდის იქედან. თუ არ გადაუჭრა მსოფლიომ და ისრაელმა ჯერ ის მიწოდების ხაზი ხიზბალას, იარაღის და ბიუჯეტის, რომელსაც უგზანის ყოველ წელიწადში ხელფასებს უხდის, ამ ხალხო უნდა ჭამადასმა ამ ხიზბალის მებრძოლებს იდეა რომ მიეცი გავიგე. აი რა აწვევს და რა აწვევს. სოლშვილი ხო ყავს ყველას. ამიტომ თუ ეს არ გადაუჭრა მსოფლიომ ბანკების სისტემა არ დაუკავენ ფულის მიწოდება და იარაღის მიწოდება დღეს ძნელია, იმიტომ რომ მაგენი აწოდებენ იარაღს უპირველეთით ირაკის გავლით, სირიის გავლით, სირია მაგის მხარეზე იყო ასადი როცა იყო შიგნით და მერე მიაწოდნენ ლიბანოს. ეხლა როცა ასადი გადაწრიალდა და გაიქცა და არის სხვა სისტემა სუნიტების სირიაში, სირია არის ირანის წინააღმდეგ და შეიძლება ეს პოტენციალურად გამოვიყენოთ ჩვენ, ამიტომ გვინდა რომ შეთანხმება გქონდეს სირიასთან, ამერიკის მეშვეობით და არაბ ბრძოლის შეთანხმება. ესე იგი მშვიდობის კი არა არაბ ბრძოლის და რომ სირიამაც მოგვეხმაროს ამ იარაღის გადაწანის შეფერხებაში და შეწყვეტაში, მაგრამ რა უნდა გითხრათ, როდესაც ნარკოტიკა გადადის ქვეყნიდან ქვეყანაში დიდი რაოდენობით, მალუბოი ქვეყანაში, ახლო აღმოსავლეთში, მაშინ იარაღსაც აპარებენ, გამპარებლებს ფული უნდათ და ფულის საშორად ყველაფერს აკეთებენ. ამიტომ ჰერმეტიულად შეწყვეტა იარაღის მიწოდების ჩემი აზრით არ იქნება. ამიტომ ყოველთვის იქნება პატარა რაღაცა ინციდენტები. ხო, თავარია აქ ჩამოყალიბდეს შეთანხმება ლიბანთან, როდესაც ლიბანის მთავრობა ხელს მოაწერს, რომ ისტორიულად რომ ჩვენ არაფერი
საკამათო ისრაელთან არ აგვაქვს და ვაწერავთ ხელს მშვიდობაზე. ყოველ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიული მომენტია 53 წლის შემდეგ ისრაელი ოფიციალური იერუსალიმი და ბეირუთი მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდნენ ამერიკაში 53 წელი არ არის მცირე დრო, აი ამ დროის განმავლობაში პირველად მხარეებმა მოახერხეს გამონახეს საერთო ენა, რომ ილაპარაკონ და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს რთული ვითარება, რომელიც შეიძლება ერთი განდება კიდე მინდა თუ გვაქვს დრო ამერიკა ირანის კრიზისი და ისრაელის კრიზისი ეს უბრალო კრიზისი არ არის. ეხლა არის საკითხი მსოფლიოში, ვინ არის კონტროლის გამკეთებელი მსოფლიოში? ადამიანს ხალხს ერებს კონტროლი უნდათ. ამიტომ ყველას იგონა რომ ამერიკა იყო კონტროლიონი, ოღონდ რა გამოდის ამ ომის ნიადაგზე, ამ ომის ფაქტებზე, ლაპარაკობს ერთ-ერთი ქვეყანა ძალიან კიცონი ანდა ლერი რელიგიის პრობლემი ირანი მე რაკეტული სისტემა გავაკეთე და ყველა მიხვდა ამ ომში რომ თავარი საფრთხე ისრაელის სახელმწიფოს და მსოფლიოსი არ არის ატომური იარაღი ამ წინა ომში მოხდა ისრაელმა ეს იყო ჩვენი შეცდომა რომ ატომური იარაღი არ არის თავარი საფრთხე არის ვირტუალური რაკეტების სისტემის ბალისტიკური რაკეტების სისტემა ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოს რა გამოდის ახლა ირანი ეუბნება ყველა სადაც ჩემი რაკეტა მიდის 2000-4000 კილომეტრის მე ვარ და კანონიერი ქურდი მსოფლიოში და შემიძლია ყველას ბაჟი დაგადვათ რომ თქვენი გემები თუ თქვენი თვითმფრინავები ყოველ შემთხვევაში ახლა მიდის მოლაპარაკება და გადავიხადოთ ფული მაშინ რა გამოდის ახლა ეგ მსოფლიო წესრიგი რომელიც ჩამოყალიბდა 1945 წელს მერე კიდევ 1990 წელს საბჭოთა დაიწყო დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა უბრალოდ ირანის თემაზე მოგვიანებ თუ ამერიკამ წესრიგი არ დაამყარა მაშინ თურქეთი ჩაიგდეს ბოსპორებს და ესპანეთმა უკვე დაიძახა ჩემი არის გიბრალტარი აი ესე იგი მსოფლიო მიდის ძალიან ცუდი მიმართულებისკენ. თუმცა უახლოეს მომავალში ბატონო ეფრაიმ დრო ძალიან ცოტა გვაქვს უბრალოდ ამიტომ ვეღარ გავაგრძელებ ამ თემას. ბოლო კითხვა მქონდა და ამ ირანის თემაზე არ ვაპირებდით გადასვლას, იმიტომ რომ მომავალ გადაცემაში მინდოდა ირანის თემაზე უფრო ცლად გვესაუბრა. უახლოეს დღეებში 2-3 დღეში როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, კიდევ ერთი მოლაპარაკებების რაუნდი იქნება და შესაბამისად აი ამ დროს წესით უკვე უნდა გადაწყდეს ირანის მიმართულებით. დონალდ ტრამპის ბოლო განცხადება იყო, რომ თუ ირანი არ დათანხმდება ჩვენ დავბომბავთ და ცეცხლს გავხსნით. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღე წესით იქნება გადამწყვეტი ახლო აღმოსავლეთში. დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის, როგორც ყოველთვის. მე 4 თვის უკან დავწერე სტატია და ვთქვი, ამერიკა ვერ დააჩოქებს ირანს, იმიტომ რომ როდესაც აიატოლები დაიჩოქებენ, მაგათი სისტემა ესე იგი ჩაიშალა, მაგათი იდეა ჩაიშალა და მაგეთ შეიტებთან ეს არ შეიძლება. თქვენ მახსოვს გადაცემაში ისიც მითხარით, რომ ირანის დამარცხება შეუძლებელია სახმელეთო ოპერაციის გარეშეო. ხო, თავარია ხო. დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. ეფრამ მიხაელი საუბრობდა ჩვენთან პირდაპირ ეთერში. თუ ახლა ისრაელის ჩრდილოეთ ფრონტზე ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელსა და ლიბანს შორის დროებითი შეთანხმება შედგა, ყოველ შემთხვევაში ახლა მხარეები ლაპარაკობენ, ვითარება უცვლელია ირანში. ოპერაცია ლომის ღრიალი ეპიკური რისხვა ამ ეტაპში პაუზის ფორმატშია, მაგრამ ეს პაუზა არ ნიშნავს პროცესის დასრულებას პირიქით. ეს არის დრო, რომელსაც ყველა მხარე იყენებს დაგეგმისთვის და მომზადებისთვის შემდეგი ეტაპისთვის, თუმცა რა იქნება შემდეგი ეტაპი, ამას არც ერთი მხარე ახლა არ საუბრობს. ბოლო დღეებში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიგნალი მივიღეთ. ვაშინგტონში დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორკვირიანი პაუზა კიდევ რამდენიმე დღით გაახანგრძლივოს, რაც ნიშნავს ერთს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ საბოლოო შეთანხმება ამ დრომდე არ ჩანს. ირანის პოზიციაც საკმაოდ მკაფიოა. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ამბობს, თეირანი ამ მოლაპარაკებებში სრული უნდობლობით შედის, მაგრამ ყველაფერს ცდილობს, რომ შეუთანხმდეს, მოლაპარაკოს, მაგრამ ირანი აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ ბირთვულ ამბიციებზე უარის თქმას, ტრამპისთვის და ნეთანიაჰუსთვის ეს წითელი ხაზია. მოლაპარაკებები კვლავ ისლამაბადში უნდა გაიმართოს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორმუზის სრუტის ბლოკადა ამერიკამ
ხერხა ვითარება ორმუზის სრუტის ირგვლივ კვლავ დაძაბულია ერთ-ერთმა გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გამოაქვეყნა რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით სანდო წყაროზე დაყრდნობით განაცხადეს რომ იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებს ორმუზის სრუტის განაღმვის ოპერაციას ამას მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება თუ არა ამას რამდენიმე თვე და რა ვითარება ახლა ლიბანში ჩვენთან პირდაპირ ხაზზე გამოდის სასაუბრო თბილისიდან რეალ პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე. გიორგი, დღემშვიდობისა, შალომი იერუშალაიმ. მოგესალმებით, მიხეილ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი, აი ბოლო ამბავი გავუთხარი ჩვენს მსმენელს, რომ ამერიკულმა მაღალჩინოსნებმა ერთ-ერთ საერთაშორისო მაღალი რანგის სანდო სააგენტოს მისცეს ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებს ორმუზის სრუტის განაღმვის ოპერაციას, ამას მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება. ანუ ეს კიდე იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მოლაპარაკებები ირანთან კიდევ რამდენიმე თვე არ დასრულდეს, როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ რადგანაც ესეთი ვიწრო ყელია ეს ორმუზის სრუტე და ამხელა მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ენერგომომარაგებისთვის, იქცა ერთადერთ ბერკეტად, რომელიც ირანს გააჩნია ამერიკის და ზოგადად მსოფლიოს წინააღმდეგ ამ მოლაპარაკებებში და ჩვენ ხედავთ, რომ მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომ ის უნდა გახსნილიყო ცეცხლშეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ და მე ნახეთ, რომ არ გაიხსნა და პირიქით ამერიკამ ამის საპასპორტ ბლოკადა დაუწესა ირანს, იმიტომ რომ ომის პირობებში ირანი უფრო მეტ ნავთობს ყიდდა ვიდრე ომამდე. რადგანაც თავისთვის მან გახსნა და იტოვა ეს სრუტე სხვებს ჩაუკეტა თან ამას დაემატა ეს რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები რომ არ გაზრდილიყო ამერიკამ ირანულ ნავთობზე სანქციები დროებით მოხსნა იმ ნავთობზე რომელიც უკვე ზღვებში იყო და დატვირთულ ტანკერებზე გასული, მაგრამ პარადოქსული ვითარება იყო შექმნილი. ახლა ეს ინფორმაცია პენტაგონის მაღალჩინოსანმა მიაწოდა კონგრესში ერთ-ერთ კომიტეტზე კანონმდებლებთან შეხვედრაზე და 6 თვე დასჭირდება, ღონისით უნდა გვესმოდეს, რომ ამ 6 თვიან მუშაობას სჭირდება შესაბამისი უსაფრთხოება და ეს განაღმვითი სამუშაოები მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც საბოლოო ცეცხლის შეწყვეტა იქნება და საფრთხე აღარ ეარსებებს, რომ ამ გემებს, რომლებმაც განაღმაზე უნდა იმუშაონ, ირანი თავს დაესხება. ამიტომ ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესია და ჯერჯერობით ამ ვიწრო სრუტეში არსებობს კიდევ უფრო ვიწრო გზა, რომელზეც ირანის ნებართვით შეგიძლია მხოლოდ გავლა და დღეს ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თქვა, რომ მათ პირველი შემოსავალი მიიღეს უკვე, როდესაც თავიანთი ნებართვით გაატარეს რაღაც გემები, მაგრამ კონკრეტულად მათ არ უთქვამს, ან რამდენმა გემმა გაიარა, ან რა თანხა მიიღეს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა ზოგადად მოლაპარაკებებს. აქვე დავაზუსტებ, ბოდიში დავაზუსტებ, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ირანს არ გამოუმუშავებია არავითარი მილიონები ამ ჩასწორებისთვის, რომ თქვათ, რომ შეიძლება ირანის რეჟიმი იმას ამბობს, რომ მათ რამდენიმე მილიონი იშოვეს და იმასაც ამბობენ, რომ ომი გაიმარჯვეს, ომში გაიმარჯვეს, თუმცა კიდევ არის ერთი სიმართლე, დასავლური მედია ამბობს, რომ მათ ამისთვის ფული არ უშოვია, უბრალოდ ეს პროვოკაციები არის, რომ რეგიონალურ ომში ჩართონ ისეთი დიდი მოთამაშეები, როგორც არის ჩინეთი, ჩინურ ტანკერებზე იყო საუბარი ამ ფაქტზე. მოდიში რომ გაგაწყვეტინეთ, დიახ, უბრალოდ აუდიტორიისთვის კი, გეთანხმები, რა თქმა უნდა, ისედაც რამდენი ტანკერით არ უნდა გაიყვანოს ირანს ხორბუზის სრუტეში, ეს ვერ ანაზღაურებს იმ საშინელ ზიანს, რაც მათ მიიღეს მთელი ამ კამპანიის განმავლობაში, არა მხოლოდ სამხედრო დაიბომბა სხვა ობიექტები, განსაკუთრებით სხვადასხვა სამოქალაქო საწარმოები, რომელიც ირანის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია და ზოგადად ამ მათ ეკონომიკას მიადგა უზარმაზარი ზიანი, რომლის აღდგენისთვისაც მათ არც ფული ექნებათ და ფული რომ ჰქონდეთ იმდენად კაცრი სანქციები აქვს ირანს დაწესებული ნებისმიერი ინდუსტრიული კომპონენტის შესყიდვა ირანისთვის ძალიან რთულია, რაც
სხვადასხვა ტიპის საწარმო სამუშაოებისთვის იქნება საჭირო. თუმცა ფინანსური ზარალი რომ დაითვალოს ირანმა საკუთარი ქვეყნის რაც მათ ამ 40 დღიანი ომის ფარგლებში მიადგა, ამას სჭირდება სულ მცირე ბაზისურად რომ ომი დასრულდეს. ახლა ომი ჯერ არ დასრულებულა, ანუ აქტიურ ფაზაშია უბრალოდ მხარეები დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ეტაპზე არიან, ფაზაში არიან. რა ეტაპია ახლა? მაგალითად ორკვირიანი ვადა გავიდა დონალდ ტრამპმა კიდევ რამდენიმე დღე დაამატა. ირანი ამბობს რომ სრული უნდობლობა აქვს ამ მოლაპარაკებებისთვის, დონალდ ტრამპი ამბობს რომ მე მჯერა რომ მათთან მოლაპარაკება შეიძლებაო. აი ამ განცხადებების ორ სხვადასხვა განცხადებებს უსმენთ, ორ სხვადასხვა ქვეყნის რადიკალურად განსხვავებულ ამბებს უსმენთ, შეფასებებს ვისმენთ და ამ დროს მხარეები კვლავ მოლაპარაკებებზე შეიძლება ისლამაბადში შეიკრიბონ. რა ხდება ამ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის ზავთან ირგვლივ? რატომ დაემატა კიდევ რამდენიმე დღე, როგორ ფიქრობთ? ფორმალური მიზეზი არის სახელმწიფო დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანის რეჟიმი არის გახლეჩილი, შიგნით არის ფრაქციები, არიან ზომიერები, პარლამენტის სპიკერი ყალიბაფის მეთაურობით და უფრო რადიკალები, ვაჰიდის ანუ გუშაქთა კორპუსის ახლანდელი მეთაურის მეთაურობით და ყალიბაფი და პრეზიდენტი პეზეშკიანი და არაღჩი საგარეო მინისტრი არიან ის ხალხი, ვინც ფიქრობენ, რომ ის რაღაც შეთანხმებაზე წასვლა, რათა უბრალოდ ქვეყანა ეკონომიკა საბოლოოდ არ დაკარგოს და დისფუნქციური არ გახდეს ირანის სახელმწიფო და არიან რადიკალები, რომელთაც ქვეყანა არ ადარდებთ, მათთვის მთავარი არის რევოლუციის იდეა და ქვეყანას ხალხის და ყველაფერი უნდა შესწირონ ამ რევოლუციის იდეის გადარჩენას. ესა ორი ძირითადი ჯგუფია. და შეეხება უბრალოდ ამ რომელ ჯგუფში მოიაზრებთ მოჩთაბა ხამენეის თქვენი შეფასებით უბრალოდ ეს თული სათქმელება ალბათ რადიკალები ჯგუფში უნდა მოვიაზროთ უბრალოდ მე რასაც ვაკვირდები და რასაც საერთაშორისო მედიაში წერენ ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება საერთოდ არ ხდება ირანში და სწორედ ამიტომა ეს განსხვავებული მესიჯები სხვადასხვა ხელისუფლების შტოსგან. მაგალითად ამ ომამდე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა ალი ხამენეი და მის წინააღმდეგ ვერავინ წავედოდა. ახლა ეს განწყობა არ არის იქ, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა ძალის ცენტრები შეიქმნა, რაღაც გაგებით რეჟიმი მასლა შეიცვალა, რასაც დონალდ ტრამპი ამბობს. ოღონდ ის ამბობს, რომ უფრო ზომიერი ხალხი მართავს დღეს ირანს, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმებით, ხო? თუმცა ცოტა ყვითელი ანალიტიკაა, ვიცი თქვენ არ გიყვართ ყვითელი ანალიტიკა და ანალიზი, მაგრამ საინტერესოა ერთი ფაქტი, რომ ამ 40 დღიანი ომის განმავლობაში ისრაელის და ამერიკის შეიარაღებული ძალების სამიზნეები იყვნენ სულიერი ლიდერიდან დაწყებული რევოლუციურ გუშაქთა კორპუსის მაგალითად ნებისმიერი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, თუმცა ულიმიტო იმუნიტეტით სარგებლობდა აბას არაღჩი, ფეზეშკიანი, იგივე ყალიბაფი. აი რატომ როგორ ფიქრობთ, ანუ რატომ ქონდა აქვთ არაღჩიზე და ფეზეშკიანზე ალბათ ფეზეშკიანი არ ვიცი ამდენად სარგებლობდა, რომ პირველ დღეს პრეზიდენტის სასახლეზე იყო თავდასხმა. არაღჩიზე იმას ვიტყოდი, რომ იმდენად ნაკლებად გავლენიანი ფიგურა, ახლა ის არის დიპლომატი, საერთაშორისო მედიასთან ბევრს საუბრობს, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ახლა ამ ძალაუფლების ცენტრში მას რაიმე სერიოზული სათქმელი აქვს, ხო? ამიტომ აქედან გამომდინარე, ყალიბაფზე დაიწერა უკვე, რომ მიიჩნევენ მას შედარებით ზომიერ ფიგურად, რომელთანაც მოლაპარაკება შესაძლოა გამოვიდეს და თუმცა დაიწერა საერთაშორისო მედიაში, რომ ის დროებით ამოაღებინა ამერიკამ ისრაელს იმ ლიდერების წინიდან, ვისი ლიკვიდაციაც უნდა მოხდეს, რადგანაც ის მომლაპარაკებელია ისლამაბადში ჩადის და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა განსხვავებულ პოზიციებს, ხომ თავი პოზიციები რაზეა განსხვავებული, რომ უერთდებიან ამ 440 კილოგრამ ურანზე რა უნდა მოხდეს, ხო? გულისხმობ იმ ურანს, რომელსაც დონალდ ტრამპი ეძახის Beautiful Players, რომელიც დარჩა 2025 წლის ომიდან. ვიცით, რომ ამ ურანის ეს არის 60%-ზე მეტად გამდიდრებული ურანი, რომლის 90%-ამდე გამდიდრებით შესაძლებელია 11 ბირთვული კობინის შექმნა. ამ ურანს ეხლა აქვს გაზის ფორმა რა. და მისი ნახევარი არის ისპაჰანის ბირთვული ობიექტის ქვეშ ნანგრევებში, მეორე ნახევარი არის ფორდოს ქვეშ ნანგრევებში. იდეის დონეზე პაკისტანი განიხილავს, რომ პაკისტანის არმია შევა ამ ობიექტებზე თავისი შესაძლებლობებით, მთლიანად საერთაშორისო მეთვალყურეობით და თავად პაკისტანელები გამოიტანენ
სრულად ამ ირანს და ეს იქნება ირანის თვის ამ ბირთვული პროგრამის ამ მოსაზრების გავრცელებაში რომ დაგეხმაროთ და უბრალოდ მეც იგივე გავიზიარო, ერთი ჩვეულებრივი სკეპტიკოსი დასვავდა კითხვას, რომ ეს გამდიდრებული ურანი გასაგებია, რომ ირანიდან შეიძლება გავიდეს, მაგრამ პაკისტანში აღმოჩენილი გამდიდრებული ურანი რამდენად დამაწყნარებელი ამბავია, თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა ეს ხომ არა? არა, რა თქმა უნდა, აქ თავად ეს არის, რომ ირანი ითხოვს თან 27 მილიარდის გამბლოკვას, რომელიც გაყენულია საფრთხის ეტაპისთვის და მაგის გარდა ზოგადად ითხოვს სერიოზულ ეკონომიკურ გარანტიებს და სანქციების მოხსნას. ის ირანი არ იქვამს ამას ერთგვარ კომპენსაციად იმ ზიანისა, რაც მიიღო ამ ომიდან, ხო? და ამის გარდა სხვა საკითხებზეც არის დიდი უთანხმოება, ხო? მაგალითად ისრაელისთვის ახლა წითელი ხაზია. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი საუბრობს ორმუზის სრუტეზე, ისრაელისთვის წითელი ხაზია და ამბობს, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ რეჟიმის დასრულების გარეშე შეუძლებელია პროქსი ძალების სრულად განადგურება, ირანულ რეჟიმს გულისხმობ. მეორეა, რომ ირანში ჯერ კიდევ რჩება გამდიდრებული ურანი და ბალისტიკური რაკეტების საფრთხეც არ მოხსნილა და შესაბამისად, აი ამ კონტექსტში დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებები ორმუზის სრუტის ირგვლივ ეკონომიკური სანქციები, ეკონომიკური პრობლემა, ნავთობი, რატომ გახდა ახლა პრიორიტეტული თქვენი აზრით? აი, როდესაც სამიზნეში 28 ფებრუარს სამიზნეში რომ ამოიღეს აიათოლა ალი ხამენეი, მაშინ არ ფიქრობდნენ, რომ როდესაც შეიძლება არა, ფიქრობდნენ ალბათ, მაგრამ გახდა იმიტომ, რომ ამერიკა დემოკრატიული ქვეყანა საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ უჭერს ხარს ამ ომს. ვიცით ის, რომ ძალიან გაძვირდა საწვავი. 1 გალონი ბენზინი გახდა უკვე $4 მეტი, რაც დაამცუდად მოქმედებს პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგზე და ხშირად ეს განცხადებებს უბრალოდ იმისთვის აკეთებს, რომ ბაზრებზე იმოქმედოს და საფონდო ბირჟებზე პოზიტიური მესიჯი გაავრცელოს, ნავთობის ფასების და შეაჩეროს, ამიტომ ხშირად მისი განსხვავებების უკან არაფერი არ დგას. თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ამ შეთანხმებას თავარი რაც შეუძლებას ხდის და შედგება თუ არა შეხვედრა არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ ისინი ვერ შეთანხმდებიან პირდაპირ, იმიტომ ამერიკას და ისრაელს უნდათ არა მხოლოდ ის, რომ ირანმა ის 440 კილოგრამი დათვას. ირანმა უარი უნდა თქვას ურანის გამდიდრების უნარზე საერთოდ. ირანმა უარი უნდა თქვას ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე და მისგან ითხოვენ თავისი ამ მარიონეტული პროქსი ჯგუფების დაფინანსების. ამაზე ირანი ხო უარს აცხადებს. ამაზე ირანი უარს აცხადებს, იმიტომ პირიქით ირანის რეჟიმი ახლა თulis რომ ამ ომს იგებს, რადგან ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და მიიღო ბერკეტი მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის და ამ ირანის რეჟიმის რადიკალური ფრთის აღქმა არის, რომ თუნდაც კიდე 2 თვე რო ბომბონდა და გაგვინადგურონ ყველა ობიექტი, ბოლოს ჰორმუზის სრუტეს რადგან მაინც ვერ გახსნიან, ბოლოს მაინც ჩვენთან მოვლენ და დაგველაპარაკებია. და ეს ახლა თქვენ ხვდებით, მე ვხვდები და ყველა ხვდება და დონალდ ტრამპმა არის ის მისივე შედარებით ზომიერი ფთა, რომელიც თulis რომ ეს ნგრევა იმდენად კატასტროფულ ეფექტს მოიტანს ქვეყანაზე, რომ არაფრად აღიღებს ეს ყველაფერი და ამ ფრთაში აღმოჩნდა ყალიბაფის, რომელიც ზომიერი კი არა, ყალიბაფი ადამიანი, რომელიც ირანის პარლამენტის სპიკერია და აყვირებდა იქ დეპუტატებს სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას და გუშაგების საჰაერო ძალების ყოფილი მეთაურია და მფრინავია. უბრალოდ ძალიან კორუმპირებული ადამიანია. ის არის ამ გუშაგთა კორპუსის კონტროლირებადი ნავთობის საწარმოების და სხვა ბიზნესების ერთ-ერთი კურატორი და ამ ლობისტურ ჯგუფს წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ირანის შიგნით, რომელსაც ფინანსური ძალიან მოკლე ბოლო კითხვა მექნება, მაშინ ახლა რისი მოლოდინი გვაქვს ჩვენ, რას ველოდებით, აი მორიგი რაუნდი როდესაც იქნება, ეს იქნება კიდე ერთი რიგითი შეხვედრა ისლამაბადში, შეხვედრისთვის და შემდეგ კიდევ დამატებითი დრო დაინიშნება. რა მოლოდინი გაქვს? იცით, მიხეილ, თუ ორივე მხარე იგივე პოზიციაზე დარჩება და არ შეაბილებს რომელიმე პოზიციას, შეთანხმება დროებითიც კი რთულად წარმოადგენს. თუ რომელიმე ამ წითელ ხაზებზე უარს იტყვის და რაღაც შუალედურ ვარიანტზე შეთანხმდებიან, ამან შეიძლება კიდე გადაავადოს რაღაც პერიოდით ცეცხლშეწყვეტის შეწყვეტა და ომის გაგრძელება, მაგრამ მე ხა ამის სივრცეს ვერ ვხედავს იმასთან რომ გითხრა, ამიტომ უფრო მგონია რომ ომის განახლება მოსალოდნელია. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა გიორგი თქვენთან საუბარი, უბრალოდ დრო არასდროს არ მყოფნის რომ თქვენთან უფრო ვრცლად ვისაუბროთ, თუმცა იმედი მაქვს რომ ამავე გადაცემებში კიდევ ხშირად მექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ. გავაკეთოთ ანალიზი. დიდი მადლობა გიორგი ლოლაძე საუბრობდა ჩვენთან პირდაპირ ეთერში, რეალ პოლიტიკის ანალიტიკოსი თბილისიდან. დიდი მადლობა გიორგი. მადლობა თქვენ.
თუ რეგიონალური და სამხედრო დონეზე ვხედავთ დაძაბულ პაუზას, საზოგადოებრივ დონეზე სურათი კიდევ უფრო მრავალფეროვანია. ისრაელში ბოლო დღეებში თანაარსებობდა ორი პარალელური რეალობა. ერთი რეალობა აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს და ზეიმობდა, თუმცა ისრაელში ასევე ცხოვრობენ ადამიანები, საკმაოდ ბევრი, საბედნიეროდ საკმაოდ ბევრნი არ არიან ასეთი ადამიანები, არიან უმცირესობაში, თუმცა ისინი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, რომლებიც აკრიტიკებენ ისრაელის მოქმედ მთავრობას იმის გამო, რომ დათანხმდა დონალდ ტრამპის დროებით ცეცხლის შეწყვეტას. ისრაელელების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ რატომ იომეს და რატომ იცხოვრეს 40 დღე თავშესაფარში, რომ შემდეგ გაუგებარ მოლაპარაკებებზე გასულიყვნენ. 10,000-ობით ადამიანი დროებით ან სრულად ისრაელში ამ დრომდე უმუშევარია. მცირე ბიზნესნების ნაწილი კვლავ გაჩერებულია, გაიზარდა ხარჯები და გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ისრაელი მოელაპარაკება ლიბანს, ამერიკა მოელაპარაკება ირანს და როგორ იქნება ხვალინდელი დღე ისრაელში მოქალაქეებისთვის ეს ჯერ კიდევ გაუგებარია. სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ გადაცემის დასასრულს სამოქალაქო პოზიციით ჩვენთან შემოსული იყო სტუმარი, ახლა თელ-ავივიდან მარკეტოლოგი ირინკა ფიჩხაძე გვერდება. ირინკა, მოგესალმებით, შალომი იერუშალაიმ. გამარჯობა მიხაილ, ძალიან დიდ მადლობას გიხდით თქვენს გადაცემაში მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან გადაცემაში მონაწილეობისთვის და ამ დროისთვის, რომელსაც ჩვენ გვითმობთ. როგორია დღეს თქვენი განწყობა? თქვენ ისრაელში ცხოვრობთ. ეს ბოლო 40 დღიანი ომიც ისრაელში გამოიარეთ, როგორც ჩემც არის ცნობილი, არაერთხელ ყოველდღიურად იწევდა თავშესაფრებში გადასვლა და ახლა, როდესაც გაურკვევლობაა და უბრალოდ დროებითი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ მხარეები, თქვენთვის რა შეიცვალა? აი დღეს მდგომარეობით დღეს ახლა როგორ ცხოვრობთ? განცდა გაქვთ, რომ ომი დასრულდა? მე მდგომარეობით განცდა არ მაქვს, რომ ომი დასრულდა და თავს ნამდვილად ვერ მოვატყუებ. უბრალოდ რაღაცა ვიყოფები ახლა ისეთ პოზიციაში, რომ ვიცი, რომ დღეს შეიძლება თვითონ დავიძინო და თელმა დღემში და ჩაიაროთ, მაგრამ ხვალე შეიძლება უცბად ისევ გაგვაღვიძონ განგაში სიგნალით, რომ განახლდა საომარი მოქმედებები ირანის წინააღმდეგ. მოკლედ საკმაოდ გაურკვეველ პოზიციაში ვარ პირადად მე. და მოლოდინი როგორც მოქალაქის რისი გაქვთ მაგალითად რა მოლოდინი გაქვთ, ან თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია როგორია? ერთის მხრივ გაურკვეველია და ყველა ვინც ისრაელში ცხოვრობ და არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, ირანი არ თანხმდება მოთხოვნებს, აქეთ ჰეზბოლა განიარაღებაზე უარს აცხადებს, ისრაელი და ამერიკა კვლავ იმუქრებიან. ახლა დროებით ცეცხლის შეწყდა ისრაელზე აღარ ხდება სარაკეტო თავდასხმები, თუმცა გარანტირებული ხვალინდელი დღე, მშვიდობიანი დღე არ იქნება, ამას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ისრაელში საკუთარ ამომრჩეველს ვერ ეუბნება. თქვენთვის ყოველდღიურობაში რა შეეცვალა? აი ყოველდღიური რეჟიმში თუ იგრძნობა დროებითი ზავი თქვენთვის? დროებითი ზავი ჩემთვის ამ ეტაპზე იგრძნობა, ვთქვათ, რა თქმა უნდა, აღარ გავდივარ თავშესაფარში და ასე თუ ისე შევძალი რომ დავუბრუნებოდი ჩვეულ რეჟიმს, მაგრამ როგორც აღარ თქვი, ვიცი რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. სამთვის როგორც მოქალაქისთვის, რომელიც ყველა ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც კი ომი 12 დღიანი ირანის ომის გარდა ვიყავი აქ, ისიც ძალიან ისეთ გაურკვეველ სიტუაციაში ვარ და ვფიქრობ, რომ თუ რაღაცას იწყებ, ის რაღაცა მეტად ცდილობს ლაპარაკი ირანში რეჟიმის ჩამოშლაზე და კიდევ ბევრ სხვა მიზანზე, ან უნდა მიიყვანო ბოლომდე, ან საერთოდ არ უნდა დაიწყო, იმიტომ რომ ჯერჯერობით დაზარალდა მხოლოდ ხალხი ისრაელში. ჩვენებრივი მოქალაქეები საზოგადოებას გულისხმობ, იმიტომ რომ თქვენს ახსენეთ, ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე არის უმუშევარი, მცირე ბიზნესმენები და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ზარალი, თუმცა ეს მცირე ბიზნესი ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ისრაელის ეკონომიკის. და მე მეჩნდება ესეთი შექმნება, რომ აი ხალხის დათვალისწინება არ ხდება. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მოსახლეობის ინტერესები ამ ომში საერთოდ არ არის გათვალისწინებული? სხვა შორის თელ-ავივში იყო გამოსვლები რამდენიმე დღის წინ კიდევ, იერუსალიმშიც იყო გამოსვლები, ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ, იმიტომ რომ აი ეს გაუგებარი ზავი მოქალაქეებს ვერავით არ გარანტირებულ ხვალინდელ დღეს არ აძლევს, ისრაელში სჭირდებათ მოქალაქეებს მშვიდობა. თქვენ როგორც ისრაელის ერთ რიგით მოქალაქეს, მარკეტოლოგს, თქვენს ყოველდღიურობაში ახლა რა პრობლემები არის? ერთია გასაგებია, რომ ისრაელში ძალიან
1000-ობით და 10000-ზე მეტი უმუშავარი ადამიანი დაფიქსირდა. თქვენ როგორც მოქალაქეს რა პრობლემები შემოგიტანათ ამ ომმა? მე ძალიან გამიჭირდა სამსახურის ნახვა. იმიტომ რომ საქართველოს ავე რამოდენიმე 2 თვის და 3 თვის დაბრუნებული როცა აქომი დაიწყო. და მე მოვასწარე სამსახურის პოვნა რომ ესენი დაიწყო ხომ როდესაც მიიწება ეს კიდევ უფრო აფეთქებს სამსახურის ჯარმის პროცესს და ფინანსურად ჩემთვის ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ თან თელავში ვცხოვრობ. და კიდევ არის ცნობილი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ომის დაწყებამდე, ანუ 28 თებერვლამდე ოფიციალურად არ მუშაობდნენ, მათ სახელმწიფო შემწეობა, მათ სახელმწიფო კომპენსაცია მათ არ ეკუთვნის. დიახ, მე არ მეკუთვნის კომპენსაცია, მე ეს კაპიტი არ ამოძე, ის არის სახელმწიფოსგან ამჯერად. გასაგებია და ბოლო კითხვა მექნება თქვენთან. როგორი გაქვთ მოლოდინი ისრაელში ასევე ფიქრობენ მოქალაქეების დიდი ნაწილი რომ როდისღაცა ეს ომი უნდა დაასრულდეს. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? ელოდებით რომ უახლოეს მომავალში, უახლოეს ერთ თვეში, ერთ კვირაში, ერთ დღეში ან როდისმე ეს ვითარება, ეს რთული ვითარება ახლა ისრაელს ომი აქვს ჰეზბოლასთან, ჰამასთან და ირანთან სამივე ფრონტზე გაყინულია ეს ომი. ისრაელში აღარ ისმის საჰაერო განგარში სიგნალი, თუმცა თქვენი მოლოდინი და იმედი როგორია? ისრაელი არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია რომ იომოს და ომი შეწყდეს უცბად, ერთ წუთში, მეორე წუთში ქვეყანა დაუბრუნდეს აბსოლუტურად ჩვეულებრივად იმ რეჟიმს, რა რეჟიმში ცხოვრობდა ომამდე. მაგრამ ეს არ აქვს გარანტიას, რომ 5 წელიწადში ისევ არ დაიწყება ის, რაც ხდება, თქვათ, ხდებოდა ბოლოს 3 წლის განმავლობაში. ანუ თუ ლაპარაკობთ მომავალ თაობაზე, ჩვენ არ გვაქვს გარანტია, მე შვილები არ მყავს, მაგრამ გარანტია, რომ ჩემი შვილები როცა მეყოლება გაჩნდებიან, თქვათ, მშვიდობიან სიტუაციაში და ქვეყანაში სადაც ომი არ არის და მოგვარებულია ეს პრობლემები. მე მაგის გარანტია არ მაქვს. ანუ ეს გარანტია როგორ უნდა მიიღოთ, ვინ უნდა მოხდეს? ანუ რა უნდა მოხდეს, რომ თქვენ ეს გარანტია მიიღოთ? ანუ თქვენ მე სახელმწიფოსგან უნდა დავინახო მედიცინაში ნაბიჯები და ის ნაბიჯები, რომლებიც მაჩვენებენ, რომ ყველა ომი რაც დაიწყო, აქვს რაღაც თავისი მიზანი და ეს მიზანი არის მიღწევადი. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ისრაელს თავს აღებულს მე ვიცი, რომ შეუძლია, რომ თავი ბოლომდე მიიყოლოს ის, რაც მიზად აქვს დასახული, მაგრამ ჩემი აზრით მთლად ისრაელზე პროცესები არ არის დამოკიდებული და ამიტომაც საბოლოო ჯამში მოსახლეობა იჭრიტება. ომი არავის არ უნდა ესე ვისი არ უნდა ომში ცხოვრება, მაგრამ მეორე მხრივ არის ქვეყნის ეგზისტენციალურობის საკითხი, მეორე სასწორზედებს ასე რომ ვთქვათ. და პროქსი ძალების თქვათ განეიჭრალება, იმიტომ რომ ისინი უშლიან სწორედ ამ ხელს ისრაელში მშვიდობის არსებობას. ამიტომ ვთვლი, რომ სახელმწიფოსგან დავინახოთ ფერის ნაბიჯები და თუ ბოლომდე მიყვებენ ამ საქმეს, ყველაზე ნაკლებად მე დაზარალდა ის ხალხი, ვის გამოც კეთდება ყველაფერი. მაგრამ ჯერჯერობით პირიქით არის. დიდი მადლობა. საინტერესო სამოქალაქო პოზიციისთვის ირინკა წარმატებებს გისურვებ. თელ-ავივიდან მარკეტოლოგი ირინკა ფიჩხაძე გვერდებოდა. მადლობა თქვენ. დღეს დავინახეთ ერთი მნიშვნელოვანი სურათი. რეგიონში მიმდინარე პროცესები არ არის დასრულებული. ჩვენ ვხედავთ პაუზებს, ვხედავთ მოლაპარაკებებს, ვხედავთ შემცირებულ სროლებს, მაგრამ რეალურად კონფლიქტი რჩება. და ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ან პოლიტიკური ისტორია. ეს არის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს ისრაელი, რომელშიც ცხოვრობთ ჩვენ, ისრაელელები და რომლებიც ყოველდღიურად ვაწყდებით იმ ფაქტებს, იმ მოვლენებს, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება. სწორედ ამიტომ საზოგადოებრივი ანალიტიკური პოლიტიკური გადაცემის ბოლო ნაწილში ყოველთვის ეთერში დაუთმობთ სამოქალაქო პოზიციას. ასევე მინდა ჩვენს აუდიტორიას შევახსენო, რომ თქვენი კომენტარებს და თქვენს შეტყობინებას მომავალ გადაცემაში აუცილებლად გავეცნობთ და წავიკითხავ. უამრავი შეტყობინება მოგდის Facebook-ის გვერდზე. ჩვენი აუდიტორია გვწერს სხვადასხვა პრობლემებზე. უბრალოდ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე გვიწევს ომზე, გვიწევს კონფლიქტებზე ლაპარაკი, თუმცა იმედი ვიქონიათ, რომ უახლოეს მომავალში ეს ვითარება დასტაბილურდება, ომი დასრულდება, თუმცა ომის დასრულებამდე აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ ჩემი პოზიცია, რომ დაარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ისრაელი ამ ომს მოიგებს. სწორედ ასეთ დროს, ასეთ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლე. მაშინ, როდესაც პროპაგანდა ცდილობს ჩაანაცვლოს რეალური ფაქტები, გაყალბებული ისტორიებით და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოებით, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილი ამბები, სწორედ ამიტომ
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალია გავლენებისგან და სწორედ ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქან რეშეტბეთი რადიო რეკაზე ქართულენოვან საინფორმაციო ანალიტიკურ გადაცემას წარმოგიდგენთ ყოველ ხუთშაბათს. გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ასევე შაბათს 12-დან 1 საათამდე. დიდი მადლობა იმისთვის რომ გვისმენდით. დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე, მომავალ ხუთშაბათს ისევ FM 100-ზე და 3-ზე შევხვდებით. ასევე ჩვენ გადაცემის მოსმენა და ყურება უკვე შეგიძლიათ ჩვენ Facebook-ის გვერდის ოფიციალურ ვებგვერდზე. დიდი მადლობა.